გამარჯობათ, ეხლა მე გეტყვით, რატომ დაიწყო ომი აფხაზეთში. მაგრამ ამისათვის ცოტა უკან დავბრუნდები, ეს არის კანონიერი ხელისუფლების დამხობა. პუჩი. ძალიან გასაკვირია ის, რომ ზუსტად გამსახურდია, რომელიც აირჩიეს 97-96%-ით. წელიწადში და რაღაც თვეებში, ხო? თუ წელიწადში ჩამოაგდეს რაღაც პუჩის მეშვეობით. და შემდეგ უკვე, როდესაც დაიწყო ეს ზვიადისტური მოძრაობა, ესე ვთქვათ, რამოდენიმე 1000 ადამიანი იყო ამ შეიარაღებულ რაზმში, რასაც ესე ვთქვათ, ზვიადისტები ერქვა. დაგეგმილი იყო ომი სამეგრელოსთან. ანუ, ასე ვთქვათ, დანარჩენი საქართველოს და ომი სამეგრელოსთან. დღესაც კი შეხვდებით კომენტარებს, როდესაც საუბარია ხოლმე ზვიადგამსახურდიეს დამხობაზე. ძირითადად ეს ქალები წერენ, ქალბატონები. სამეგრელოდან რო აი მეგრელი რო იყო ზვიადგამსახურდია, იმიტომ დაამხეს და ასე შემდეგ რაღაც სისულელეები, ხო? ვითომ ის 97% სულ მეგრელები იყვნენ თუ რა. ზვიადგამსახურდია წარმოშობით კი იყო სამეგრელოდან და მეგრელი იყო, მაგრამ ზვიადგამსახურდია იყო საქართველოს ეროვნული გმირი და არის კიდევაც. ეს ამას რა ვიცი, ამას აქ ორი აზრი არ არსებობს. ზვიადგამსახურდია და მერაბ კოსტავა, ეს იყო ორი ღმერთი საქართველოში 90-იან წლებში, რომლებმაც უდიდესი როლი შეასრულეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. და ეს გასაგებია, რომ პუჩისტებმა კიტოვანმა ძალიან ბევრი დააშავა, მაგრამ კიტოვანმა ისეთი რამ გააკეთა, ხო? რასაკვირველი იქ ალბათ შევარდნაძის მითითებით. ხო, შევარდნაძეც მაგიტომ ჩამოიყვანეს ხოთაშორის, რომ ეს ომი ყოფილიყო, იმიტომ რომ ზვიადგამსახურდიას საპირწონე ფიგურა საქართველოს უბრალოდ არ არსებობდა. ეხლა გასაგებია, ეხლა შეიძლება ზვიადგამსახურდიამ დატოვა თბილისი და გავიდა თბილისიდანაც და საქართველოდანაც, მაგრამ ნებისმიერ ადგილზე საქართველოში, სადაც ზვიადგამსახურდია გამოჩნდებოდა, იქ ყველა მისი მოწინააღმდეგე იქნებოდა დამარცხებული, იმიტომ რომ არ არსებობდა ძალა, რომელიც აღუდგებოდა ზვიადგამსახურდიას ავტორიტეტს და იმ სიყვარულს, რომელსაც ხალხი განიცდიდა მის მიმართ. ამიტომ ჩამოიყვანეს ედუარდ შევარდნაძე, რომელიც რასაკვირველი იყო დიდწონიანი პოლიტიკური მოღვაწე. რასაკვირველი ეს არ იყო ეროვნული გმირი ან ხალხის რაღაც საყვარელი ლიდერი. მაგრამ ის იყო პოლიტიკოსი, ის იყო ძალიან ჭკვიანი, ის იყო გამობრძმედილი კომუნისტურ პარტიაში, მას ყავდა დასაყრდნენი. მან ზოგადად იცოდა რა ხდებოდა და როგორ იყო პოლიტიკაში, ამიტომ როგორც ზვიადგამსახურდიას საპირწონე ძალა ჩამოიყვანეს ედუარდ შევარდნაძე, რომ მომხდარიყო ზუსტად აი ომის გულისთვის, რომ სამოქალაქო ომი უნდა ყოფილიყო სამეგრელოსთან, სამეგრელოში და ასე შემდეგ. და აქ აფხაზეთს უნდა შეესრულებია ერთგვარი ზურგის როლი. ამ აჯანყებული ზვიადისტებისთვის, ასე ვთქვათ. ამიტომ ედუარდ შევარდნაძის დარწმუნებული ვარ, რომ ეს მისი გადაწყვეტილება იყო. ჯარი შეიყვანეს აფხაზეთში და დაიწყო აფხაზეთის ომი. რამაც ერთ მხრივ განმუხტა ეს დაძაბულობა, მოხდა ის ენერგიის გადაწევა სხვა მიმართულებით, ამ შეიარაღებული ხალხის სხვა მიმართულებით გადასროლა, ეს ერთი უპირველესად. მეორეც ის, რომ მოიშალა ზურგი სამეგრელოსთვის, იქედან უკვე შეუძლებელი იყო რაღაც იარაღის მოწოდება.
და ჯარების შეყვანით აფხაზეთში და აფხაზეთის ომის დაწყებით ფაქტიურად სამეგრელოს ომი იქნა თავიდან აცილებული. ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც დაიწყო ომი აფხაზეთში.